გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. პრესის ფურცლებზე სასიხარულო ამბავი წავიკითხე, რომ თურმე მთაშავეთს ერთი ნაბიჯიღა აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ანუ ერთი ნაბიჯიც და მთაშავეთი ბრიუსელის კავშირში გაწევრიანდება და ყველა მთაშაველს ალბათ 800 евро პენსია დაენიშნება და მათ ძაღლს ბედი არასდროს დაყებს. მე დავინტერესდი, კი მაგრამ ეს მთაშავეთი რაღა მეთქი და თურმე ჩერნოგორია ყოფილა. დიახ, ჩერნოგორია, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ციცქნა სახელმწიფო, სადაც სულ რაღაც 600,000 ადამიანი ცხოვრობს. კი მაგრამ რატო მთაშავეთი? ეტყობა ჩვენი პროევროპული ჟურნალისტიკა მიყვა იტალიელების მცნებასა, რომლებმაც თავის დროზე ჩერნოგორია გადათარგმნეს როგორც მონტენეგრო და რით ვართ ჩვენ იტალიელებზე ნაკლები? არაფრით. მეტიც ჩვენ უკეთესები ვართ, დიახ. ალბათ ჩვენმა ჟურნალისტიკამ იფიქრა, რომ ჩერნოგორია ძალიან რუსულად ჟღერსო და დაარქვა მთაშავეთი და ამიერიდან ვინც ჩერნოგორიას მთაშავეთს არ დაუძახებს, ის იქნება რუსეთუმე და პუტინის მონა. ასეთ ლოგიკას რომ მივყვეთ, მინდა წარმოვიდგინო და ბელორუსს რას დაუძახებენ ჩვენი ნოვატორი ჟურნალისტები? თეთრ რუსეთას? ანდა ანგლოსაქსებს რომ ვასიამოვნოთ white Russias. აფსუს იუგოსლავია აღარ არის, თორემ ის გახდებოდა სამხრეთ სლავურა, რაღაც ამდაგვარი. ხომ გახსოვთ საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, მე ერთი ჩვენი აქტივისტი ცდილობდა ქართულ ენაში ძალიან ქართული სიტყვების დაკანონებას კი არა, დამკვიდრებას. მე მაშინ შორს ცხოვრობდი საქართველოსთან 2000 კილომეტრში და მახსოვს აფხულში ჩამოვედი თბილისში და რადიოთი მოვისმინე იმ აქტივისტვის მოკლე სიტყვა, რომელიც მან გძლად თქვა და ის ამგვარი სიტყვების დაფუძნებას გვთავაზობდა. გავსკდი სიცილით. ვიფიქრე რა კარგი იუმორისტული გადაცემები დაიწყეს ჩვენთან. აი მხოლოდ ამისთვის ღირდამეთქი რუსეთისგან გამოყოფა და მე აღმოჩნდა რომ ის აქტივისტი ამას სრულიად სერიოზულად ამბობდა და აი ამან კი დამაფიქრა, რადგან ასეთმა ინიციატივამ ცოტა დამძაბა. რამდენიმე სიტყვა დამამახსოვრდა. ვიოლინოს ყელფანდურა ერქვა, ვერტფრენს ცადღვებია, კოსტუმს ჩუჩუნაკი, ჩოლკას წინამო, აგურს შორენკეცი, სოსის მოწოწნიკი, პალტოს გვაბანაკი. აფსოს რომ ეს სიტყვები არ დამკვიდრდა. წარმოვიდგინე რომ დილით სარკის წინ ავიჩეჩე წინამო, ჩავისვი ჯერ ჩუჩუნაკი, მერე გვაბანაკიც მოიხურე, იმიტომ რომ ციოდა და გავედი გარეთ მოწოწნიკის საყიდლად. მოწოწნიკი გაძვირებული დამხვდა და სიმწრისგან ორი შორენკეცის ჩარტყმა მინდოდა თავში. ზემოდან გავიგე ხმაური, ავიხედე და ცაში ცადღვებია დავინახე. და სადღაც შორიდან ამ დროს მომესმა ყელფანდურას ნაზი ჟღერადობა. ის ფალიაშვილის დაისის მხიარულ შესავალს უკრავდა. ჟღერს ხომ იცით? მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ სიტყვებმა არ დაიმკვიდრა თავისი ღირსეული ადგილი ჩვენს ლექსიკაში. იმედია მთაშავეთი დაიმკვიდრებს. ტენდენცია ასეთი, ყველაფერი რუსულს უნდა ვებრძოლოთ. არც ერთი რუსული სიტყვა არ უნდა გქონდეს ხმარებაში. სულ ერთია რა სიტყვაა ეს, გინდ სახელი იყოს, გინდ დასახელება და გინდ რაც გინდა ის. რომელიღაც წიგნის მაღაზიაში დოსტოევსკის თხზულება ვნახე, მგონი იდიოტი იყო და გარეკანზე დოსტოევსკის სახელი ეწერა როგორც თევდორე. წესითა და რიგით ფიოდორ უნდა ეწეროს, მაგრამ ალბათ რედაქტორმა გამოიჩინა ინიციატივა და თავისებურად ქვა ესროლა რუსეთს და სახელი ფიოდორ გადმოაქართულა. წიგნი არ გადამიშლია, მაგრამ რომ გადამეშალა და თავადი ლევ ნიკოლაიჩ მიშკინი, ლევან ნიკოლოზის ძე თაგვიაშვილი ან თაგვიანი ან თაგვაძე მენახა არ გამიკვირდებოდა, მაგრამ მე სუსტი ნერვების პატრონი ვარ და ნებისმიერ ზედმეტ ნერვიულობას ვერიდები. ამიტომაც იმ წიგნს გვერდი აუარე და გავეცალე. ასეთი შემართებით ხვალ დიდ ბრიტანეთთან რომ ღმერთმა დაგვიფაროს, გაგვიფუჭდეს ურთიერთობა, მაშინ ჯორჯ ბაირონს გადავთარგმნით როგორც გიგა ბაირონი. ჰერბერტ უელს ალბათ როგორც
გერონტი უელს და ჯონ გოლსუორსი კი ვანო გოლსუორთი გახდება. ახლა ლაზღადარო, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც თუ ისე ლაზღანდარო. აი დარწმუნებული ვარ, მე რომ გაქანებული ნაცი ყოფილიყავი და ამდაგვარი იდეით არა ყველაფერ რუსულს მივსულიყავი ნაცების შეზღუდული აზროვნების მაღალ წრეში, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იდეა მოწონებოდა და ხვალ ზეგ ნაცების ტელევიზიები და მათი ორატორები ამ მოთხოვნით მორიგ შაბათს ან სულ ერთია რომელ დღეს გრანდიოზულ 200 კაციან მსვლელობას მოაწყობდნენ პლაკატებით. არასდროს ერქმევა ნიკოლოს გოგოლს, ნიკოლაი ლევან ტოლსტოის ლევი და ბიძინა პასტერნაკს ბორისი. და აგერ ნახავდით, როგორ გაყვებოდა მათ ხალხის ის რაოდენობა, რომელსაც ძალიან ეშინია, რომ ძაღლს კვლავ საბაკა ერქვას. უმრობა იქით იყოს და ცუდი ისაა, რომ არ გამოვრიცხავ ჩემი ეს იდეები ასე თუ ისე მართლა ახსრულდეს. რადგანაც ყოველთვის მეგონა, რომ ჩვენ გამორჩეულები ვართ ყველა ერში. რატომ მეგონა არ ვიცი. ამ ლოგიკით ჩემი აზრით ჩვენი ოპოზიციაც გამორჩეული, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ ყოფილა და ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არის, როგორ თქვა ეს ბილად, სრულიად ორდინარული, აზროვნებას მოკლებული და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი. მოკითხვა ამ თაშავეთს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.